ბუნების დაცვის სამსახური ფოლკლენდის კუნძულებზე პინგვინების პოპულაციის კლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. სამსახურის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება სამხრეთ ატლანტიკური არქიპელაგის მასშტაბით მილიონზე მეტი ფრინველის საცხოვრებელ არეალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნალექის შემცირებაა, რაც ფოლკლენდის კუნძულების ტორფიანი ნიადაგის შრობას იწვევს. გარდა ამისა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ცხრების საძოვარზე გაშვების გამო ნიადაგის ძლიერი ეროზიაა დაწყებული. კლიმატის გამო მიწები, რომლებზეც ვმუშაობთ, დამშრალია. ვხედავთ ტყის ხანძრების მომრავლებულ შემთხვევებს და თუ როგორ იხოცებიან ბუდეებზე მჯდომარე ალბატროსები. ამრიგად ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. კლიმატის ცვლილებამ ხელი შეუწყო ტყის ხანძრების გაჩენას, რაც ველურ ბუნებას ანადგურებს. შესაბამისი კვლევითი სამსახურების საქმიანობის მთავარი მხარდამჭერი დიდი ბრიტანეთია, თუმცა ბუნების დამცველები შიშობენ, რომ დაფინანსება შესაძლოა შემცირდეს, რაც ფოლკლენდის კუნძულების ისედაც მყიფე ეკოსისტემას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის. გარემოსდაცვის სურსათისა და სოფლის საკითხების დეპარტამენტმა, რომელიც დაფინანსების პროგრამას ზედამხედველობს, არ დაადასტურა გაგრძელდება თუ არა ლონდონის მხარდაჭერა 2025 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება მეზობლებთან არსებული სირთულეების გამო არ შეგვიძლია. დაფინანსების ამ სქემაზე ძალიან ვართ დამოკიდებული. ამრიგად ვიმედოვნებთ გაგრძელდება, რადგან ჩვენი მუშაობის პროცესში ეს უმნიშვნელოვანესია. ფოლკლენდის კუნძულებზე 3 სახეობის პინგვინი და 220 სახეობის ფრინველი ბინადრობს.